ტრაგედია ხაშურში მუნიციპალიტეტში 9 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზები ტარდება. მძიმეა ბავშვის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბავშვის სხედარი და უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ოჯახის წევრებმა დღეს დილით ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით მოზარდის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა. მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სიცხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლი დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ვასადზე ალბათ 9 ნახევარზე შეგვატყობია. უпроსტად ხმაურზე გავიგეთ ბიჭები ვიდექით, დავედით ნახეთ ეს სიტუაცია. ბავშვი გარდაცვლილი იყო, დედა ცუდად იყო. სავარაუდოდ ექიმები მოწამლას ვარაუდობენ და ჯერ ბოლომდის არა იმიტომ ექსპერტიზაზე. სოკო არა აქვს, ნაჯამი აქვს. სახში გაკეთებული აჯაფსანდალი. მე მგონი არ ვიცი ძეხვიო და ლობიანი. დაიღეს იქიდან ყველაფერი და წაიღეს ექსპერტიზაზე რაც. ეს საკობის სინჯებია ცელო. სავარაუდოდ ამბობენ მაგასაც ექიმები აქ და რაღაც პასუხს ელოდებოდნენ ანალიზის კიდე და ის დაასტურებდა. ეს ქალბატონი თითო როგორ არის ტრანსპლანტი? კომაში გულია ცოტა დაზიანებული. თუმცა შეიძლება ბავშვიც ნახა მდგომარეობაში და მე უფრო დაემართა კიდე და გულზე იმოქმედებდა რა. მე გავიგე ასე რომ სოკო უჭამია და ამითი მოიწამლა ბავშვი თურმე და ვეღარ გადარჩა ალბათ სუხების მთელი ღამე ერთ სამოში იქნებოდა ოჯახი და ეხლა სოკოზე დადის ხალხი და კრეფავენ და ეთქობა შეეშალათ ის სოკო და ასეთი უბედურება ხდება ხოლმე ხანდისხან. მოიწამნენ, გაზით იყო, საკვებით იყო. ჯერჯერობით არ იცენ ექსპერტიზას რო ჩაუტარებენ, ეთქობა მე ყველა გავიგებთ.